ნახეთ რა ხდება. როგორც კი UFC-მ აჩვენა, რომ არაპირებს რუსი და დაღესტნელი მებრძოლების მიმართ რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული პირობების შენარჩუნებას, ხაბიბ ნურმაგომედოვი მაშინვე აწუწუნდა. დიახ, კაცი, რომელიც UFC-ს დიდების დარბაზის წევრი და ყოფილი ჩემპიონია, ახლა მედიასთან ტირის, რომ რუს მებრძოლებს ცუდად ეპყრობიან. მისი მთავარი სატკივარი ისაა, რომ დაუმარცხებელი რინატ ფახრედდინოვი ორგანიზაციიდან გაუშვეს. უпростоრად კონტრაქტი არ გაუგრძელეს. მაგრამ ხაბიბს ერთი რამ ავიწყდება. რატომღაც საერთოდ არ ახსენებს, რამდენჯერ ჩავარდნენ სტეროიდებზე მისი გუნდის წევრები. სანამ დეტალებში შევალთ, ერთი თხოვნა მაქვს. გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ლაიქს. ჩვენთან აქ ნამდვილი საბრძოლო გარჩევებია და არა ზღაპრები. მოკლედ, ხაბიბი უკმაყოფილოა. ცოტა ხნის წინ ახლო აღმოსავლეთში სპონსორების ღონისძიებაზე გამოვიდა და იქ ისე უყურებენ როგორც მესიას. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმე მხოლოდ წუწუნი და იმ მებრძოლების წვრთნაა, რომლებიც დოპინგ ტესტებს ვერ გადიან. ხაბიბი ამბობს, ეს სპორტია, სამართლიანობა უნდა იყოს, ბევრ მებრძოლს უშვებენ, ვისაც არც კი წაუგიაო. მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ხაბიბი ამბობს, რომ UFC-ს ახლა მხოლოდ ისინი აინტერესებთ, ვინც ბევრს ლაპარაკობს, სვამს ან კარგ ვარცხნილობას ატარებს. აშკარაა, რომ ისევ კონორ მაკგრეგორზე აქვს ბოღმა და ვერ მოინელა. ძმაო, მოუგე იმ კაცს წლების წინ, დაივიწყე, გაიარე. სინამდვილეში კი პრობლემა სხვა რამეშია. მათი ბრძოლის სტილი უბრალოდ მოსაწყენია. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს კარგად ნაცნობია. ჩვენ გვიყვარს ილია თოფურიასნაირი მებრძოლები, ვინც გამოდის, ოქტაგონს წვავს და ნოკაუტში აგდებს მეტოქეს. ან მერაბ დვალიშვილი, რომელიც გაუჩერებელი მანქანაა. ხაბიბის გუნდში კი ბევრია ისეთი, ვინც უბრალოდ აწევს მეტოქეს და 15 წუთი არაფერს აკეთებს. ხაბიბი ამბობს, რომ დაღესტნელები მოდიან და იპყრობენ UFC-ს. მოდი რა, ნუ ვიტყვით, რომ ყველა, ვინც იქიდან მოდის, ხაბიბია. აბუბაკარ ნურმაგომედოვი ან თაგირ ულამბეკოვი, ესენი საშუალო დონის მებრძოლები არიან, რომლებსაც ხაბიბი ხელოვნურად ქაჩავს. აი ნახეთ ჩემპიონები: ილია თოფურია, ნამდვილი მეომარი და შოუმენი; ალექს პერეირა, ფეთქებადი და სანახაობრივი; ისლამ მახაჩევიც კი ხაბიბის მეგობარი. ბევრად უფრო საინტერესო საყურებელია, ვიდრე ის მოსაწყენი მოჭიდავეები, რომლებზეც ხაბიბი დარდობს. ხალხს გონია, რომ ამ მებრძოლებს იმიტომ ვიტანთ, რომ მუსლიმები ან რუსები არიან. არა მეგობრებო, ეს მხოლოდ სტილის და პიროვნების ბრალია. არავის არ უნდა 1,1 მილიარდი დოლარი გადაიხადოს იმაში, რომ უყუროს, როგორ აწევს ვიღაც ნახევარდაცვაში მეტოქეს 25 წუთი და მერე ინტერვიუში თარგმნის დახმარებით მხოლოდ 2 სიტყვას თაუგასოს. ხაბიბი ამბობს, რომ UFC სამართლიანი აღარაა. მე კი გეტყვით, რომ წლების განმავლობაში ყველაფერი სწორედ მათ სასარგებლოდ იყო. აბუ-დაბიში ჩატარებული ტურნირები, საეჭვო გადაწყვეტილებები მსაჯებისგან, ეს მათთვის კეთდებოდა. ახლა კი როცა ბიზნესმა წინ წამოიწია, ატეხეს ერთი ამბავი. გავაგრძელოთ მეგობრებო. წინა ნაწილში ვახსენეთ, რომ ხაბიბის სამართლიანობაზე საუბრობს, მაგრამ მოდით რეალურ ფაქტებს შევხედოთ. იცით რა არის ყველაზე დიდი ირონია? ის ამბობს, რომ მისი მებრძოლები მოვიდნენ, დალეწეს და ფული წაიღეს. სინამდვილეში კი ბევრი მათგანი უბრალოდ წესებს არღვევს. დაპირებული შოკის მომგვრელი ფაქტი. იცოდით, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ხაბიბის გუნდის 6 თუ 7 მებრძოლი ჩავარდა დოპინგ ტესტზე. მათ შორის თავად ისლამ მახაჩევიც კი, თუმცა ის მოგვიანებით გაასუფთავეს. მოლით ხაიბულაევი, PFL-ის ჩემპიონი, რომელსაც ტიტული ჩამოართვეს სტეროიდების გამო. რუსლან მაჰამედოვი, საერთოდ სამუდამოდ მოკვეთეს UFC-დან, რადგან ტესტებზე იმდენჯერ ჩავარდა, სათვალავი აირია. ხაბიბი ამბობს, ჩვენი მებრძოლები თავმდაბლები არიან. სერიოზულად, ეს ის ხალხია, ვინც სასტუმროებში სხვა მებრძოლებს 20 კაცი ერთსეს ხმის თავს, ეს ის თავმდაბალი მუხამედ მოკაევია, რომელმაც მანელ კაპს ჩხუბის კვირას სასტუმროში უმიზეზოდ დაარტყა, მერე კი ოქტაგონზე მხოლოდ მეტოქის შორტების გახდას ცდილობდა? აი ეს არის მათი სამართლიანობა. და აი აქ შემოდის ნიკ დიაზი. 12 წლის წინ, ჯერ კიდევ 2013 წელს, ნიკმა თქვა ისეთი რამ, რაც დღეს წინასწარმეტყველებასავით ჟღერს. მან თქვა, ეს ჭიდაობა სპორტს დაღუპავს. სტეროიდებზე მყოფი ძლიერი ბიჭები უბრალოდ ცდილობენ მეტოქე დააგდონ, დააწვენ და დრო გაიყვანონ. მათ არ უნდათ ჩხუბი, მათ უნდათ ქულების მოპოვება სტატიკური პოზიციით. და ნახეთ რა მოხდა. UFC-მ წესებიც კი შეცვალა. ახლა მხოლოდ კონტროლი აღარ ითვლება თუ ზიანს აყენებ მეტოქეს.
იმიტომ რომ ხალხს მობეზდრა იმის ყურება, როგორ წევს ორი კაცი ერთმანეთზე 15 წუთი. ჩვენ ქართველებს კარგად გვესმის რა არის ნამდვილი ჭიდაობა. ჩვენი მოჭიდავეები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. მაგრამ MMA სხვა რამეა, ეს არის სანახაობა. როცა ილია ტოფურია გამოდის, შენ იცი რომ იქ სისხლი დაიღვრება და ნოკაუტი იქნება. როცა მერაბი გამოდის, შენ ხედავ წარმოუდგენელ ტემპს. ხაბიბის ახალი თაობა კი ხშირად უბრალოდ ცდილობს არ წააგოს, ნაცვლად იმისა რომ მოიგოს. ხაბიბი წუწუნებს რომ მათ კონტრაქტებს არ უგრძელებენენ. ძმაო, თუ შენ კომპანიისთვის ფული არ მოგაქვს, თუ შენი ყურება არავის უნდა და თან პრობლემებს ქმნი ოქტაგონს მიღმა, რატომ უნდა დაგტოვონ? UFC არ არის საქველმოქმედო ფონდი, ეს არის sports entertainment, სპორტული გასართობი ინდუსტრია. ხაბიბმა ამ სპორტით ასობითი მილიონი დოლარი იშოვა. ის საუდის არაბეთისა და აბუ-დაბის შეიხებთან მეგობრობს, ნავთობისა და კრიპტო პროექტებშია. და ამდენი ფუნის მქონი ადამიანი ზის და ამბობს, არ მესმის ბიზნესი როგორ მუშაობსო. ყვილია, ყველაფერიც კარგად ესმის, უბრალოდ სურს რომ მისი გუნდი ისევ პრივილეგირებული იყოს. ჩემი აზრი ასეთია. MMA უნდა გაიწმინდოს მოსაწყენი სტეროიდული ჭიდაობიდან. ჩვენ გვინდა მეომრები და არა დროის გამყვანი ათლეტები. ახლა კი თქვენი ჯერია. ვიცი ახლა კომენტარებში ხაბიბის ფანები შემოვლენ და დამიწყებენ ლანძღვას, რომ მე ჭიდაობა არ მესმის. ან იქნებ ვინმეს მართლა გჯერათ, რომ დაღესტნელებს ჩაგრავენ? დაწერეთ რას ფიქრობ. უნდა იყოს თუ არა UFC-ში ადგილი მათთვის, ვინც მხოლოდ აწევს მეტოქეს და 5 რაუნდი არაფერს აკეთებს. გელოდებით კომენტარებში. ოღონდ არ დაიხოცოთ. გავაგრძელოთ მეგობრება. წინა ნაწილში ვახსენეთ რომ ხაბიბის სამართლიანობაზე საუბრობს, მაგრამ მოდით რეალურ ფაქტებს შევხედოთ. იცით რა არის ყველაზე დიდი ირონია? ის ამბობს რომ მისი მებრძოლები მოვიდნენ, დალეწეს და ფული წაიღეს. სინამდვილეში კი ბევრი მათგანი უბრალოდ წესებს არღვევს და სისტემას ატყუებს. და აი ის რასაც ხაბიბი საგულდაგულოდ მალავს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი გუნდის Eagles MMA ხაბიბ თიმის მინიმუმ 6-7 მებრძოლი ჩავარდა დოპინგ ტესტზე. მათ შორის თავად ისლამ მაჰაჩევიც კი იყო გახვეული სკანდალში, თუმცა მოგვიანებით გაასუფავეს. მოლიდ ხაიბულაევი, PFL-ის ჩემპიონი, რომელსაც ტიტული ჩამოართვეს სტეროიდების გამო. რუსლან მაჰამედოვი, საერთოდ სამუდამოდ მოკვეთეს UFC-დან, რადგან ტესტებზე იმდენჯერ ჩავარდა სათვალავი აირია. ხაბიბი ამბობს, ჩვენი მებრძოლები თამდაბლები არიან. სერიოზულად, ეს ის თამდაბალი ხალხია, ვინც სასტუმროებში სხვა მებრძოლებს 20 კაცი ერთს ხმის თავს. ეს ის მუჰამედ მოკაევია, რომელმაც მანელ კაპს ჩხუბის კვირას სასტუმროში ზურგიდან დაარტყა. მერე კი ოქტაგონზე მხოლოდ მეტოქის შორტების გახდას ლამობდა. აი ეს არის მათი სამართლიანობა და პატიოსნება. და აი აქ შემოდის ლეგენდარული ნიკ დიაზი. 12 წლის წინ, ჯერ კიდევ 2013 წელს, ნიკმა თქვა ისეთი რამ, რაც დღეს წინასწარ მეტყველებასავით ჟღერს. მან თქვა, ეს ჭიდაობა სპორტს დაღუბავს. სტეროიდებზე მყოფი ძლიერი ბიჭები უბრალოდ ცდილობენ მეტოქე დააგდონ, დააწვნენ, ზიანი არ მიაყენონ და დრო გაიყვანონ. მათ არ უნდათ ჩხუბი, მათ უნდათ ქულების მოპოვება სტატიკური პოზიციით. და ნახეთ რა მოხდა. UFC-მ წესებიც კი შეცვალა. ახლა მხოლოდ კონტროლი აღარ ითვლება, თუ ზიანს აყენებ, damage-ს, აყენებ მეტოქეს. იმიტომ რომ ხალხს მობეზრდა იმის ყურება, როგორ წევს ორი კაცი ერთმანეთზე 15 წუთი და არაფერი ხდება. ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის რა არის ნამდვილი ჭიდაობა. ჩვენი მოჭიდავეები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. მაგრამ MMA სხვა რამეა. ეს არის სანახაობა. როცა ილია ტოფურია გამოდის, შენ იცი რომ იქ ნამდვილი ომი იქნება. როცა მერაბ დვალიშვილი გამოდის, შენ ხედავ წარმოუდგენელ ტემპს და შრომას. ხაბიბის ახალი თაობა კი ხშირად უბრალოდ ცდილობს არ წააგოს, ნაცვლად იმისა რომ მოიგოს. ხაბიბი წუწუნებს რომ მათი კონტრაქტებს არ უგრძელებენ. ძმაო, შენ თუ კომპანიისთვის ფული არ მოაქვს, თუ შენი ყურება არავის უნდა და თან პრობლემებს ქმნი ოქტაგონს მიღმა, რატომ უნდა დაგტოვონ? UFC არ არის საქველმოქმედო ფონდი, ეს არის ბიზნესი. ხაბიბმა ამ სპორტით ასეულობით მილიონი დოლარი იშოვა. ის შეიხებთან მეგობრობს, ნავთობისა და კრიპტო სკემებშია ჩართული და ამდენი ფულის მქონე ადამიანი ზის და ამბობს, არ მესმის ბიზნესი როგორ მუშაობსო. ტყუილია, ყველაფერიც კარგად ესმის, უბრალოდ სურს რომ მისი გუნდი ისევ პრივილეგირებული იყოს. ჩემი აზრი ასეთია. MMA უნდა გაიწმინდოს მოსაწყენი სტეროიდული ჭიდაობიდან.
ჩვენ გვინდა მევრემორები და არა lie and pray სტილის ათლეტები. ახლა კი თქვენი ჯერია. ვიცი ეხლა კომენტარებში ხაბიბის ფანები შემოვარდნებიან და დამიწყებენ ლანძღვას, რომ მე ისლამოფობი ვარ, ან ჭიდაობა არ მესმის. მოდით პირდაპირ გიკითხავთ. თქვენ მართლა გსიამოვნებთ 25 წუთი იმის ყურება, როგორ ეხუბება ერთი კაცი მეორეს იატაკზე გავერაფრი მოქმედების? თუ თვლით, რომ დაღესტანელებს მართლა ჩაგრავენ სტეროიდების გამო, როცა სხვებიც იგივეს აკეთებენ.